თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის, მისი ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას და ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბურჭულაძე ითხოვდა საქმეს ის ფინანსური დოკუმენტი დართვოდა, რომელიც მისი თქმით დაადასტურებდა, რომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციასთან მას კავშირი არ აქვს. როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, დოკუმენტის საქმეზე არ დართვა, იგივეა, რომ ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს. ვინაიდან ჩემი ბრალდება არის ლეგალიზაციაზე, დავეთანხმები დაცვის მხარეს, რომ არ შეიძლება მიუღებლად ჩავთვალოთ დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს ჩემი ფინანსური მონაცემების დასაბუთებას. ეს იგივეა ძირითადი არგუმენტი მოუსპო ბრალდებულს, როდესაც ბრალდება მინიმუმ ერთი თვე მოანდომა იმას, რომ ეანგარიშა რას მედავებოდა. ძირითადი ბრალი რაც მაქვს წარდგენილი და ამის დასაბუთება, რომ არ წარმოადგინო ყველანაირ სამართალს ცდება. სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საქმეში ფინანსური დოკუმენტის ჩადებაზე უარი უთხრა. ყოფილ მაღალჩინოსას მოსამართლე ლევან გელოვანმა ასევე უარი უთხრა მოწმის ნუნუ კაჭკაჭიშვილის გამოკითხვაზეც, რომელიც კომპანიის ბუღალტერია. ჯუანშერ ბურჭულაძე 11 სექტემბერს დააკავეს პროკურატურის ინფორმაციით ყოფილმა მაღალჩინოსანმა 2023 წელს მისი სამსახურეობრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა. მისი მოადგილის ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2.606.272 ლარის ნაცვლად 3.940.000 ლარად მიაწოდა. რის შემდეგადაც სამინისტროს 1.313.728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა. როგორც უწყება განმარტავს 2025 წლის მარტში ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544.000 ევროთ ქონება შეიძინეს, რომლის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით ამ ქონებისთვის კანონიერის სახის მისაცემად მათ მესამე პირთან დაბაწყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს. ქართული ოცნების ყოფილ თავდაცვის მინისტრს 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.